კვლავ მოგესალმებით სიმართლის ღერძზე. ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადა, ასე ვთქვათ. და დიახ, საქმე აშკარად არ დასრულებულა არც ლიბანში და არც ირანში. მაგრამ ამ კვირაში მინდა ცოტა უფრო ფართოდ შევხედოთ მოვლენებს, სანამ ვაკვირდებით რას გააკეთებს შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი. და გამოვავლინოთ ის საშინელი მეთოდები სექსუალური ძალადობის, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდია და ისლამური რეჟიმის პროქსი ჯგუფები იყენებენ ამ რეგიონის მოსახლეობის დასაშინებლად, ღაზადან თეირანამდე. მაგრამ ჯერ მოდით ვისაუბროთ ირანის მორალურ გამოცდაზე, რომელსაც გლობალური მემარცხენეები რეალურ დროში ვერ აბარებენ. უკვე ათწლეულებია მემარცხენეები თავს წარმოაჩენენ როგორც ადამიანის უფლებების მორალურ ავტორიტეტს. ის მხარე, რომელიც ამტკიცებს, რომ უფრო მეტად ზრუნავს, უფრო მეტს ხედავს და უფრო ძლიერ იბრძვის დაუცველი ადამიანებისთვის. ქალების, გეების, იმიგრანტების სამოქალაქო უფლებების პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება პოლიციის სისასტიკესა და სასიკვდილო დასჯას. არასოდეს აღარ მინდა ამ სიტყვების მოსმენა, რადგან ირანის მაგალითი აჩვენებს, რომ ეს არ არის უნივერსალური ღირებულებების სისტემა. ეს შერჩევითია. შეხედეთ, როგორ საუბრობს მემარცხენე მხარე იმიგრაციაზე ან პოლიციის სისასტიკეზე შეერთებულ შტატებში. ისინი წლებია იცავენ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ კანონს და ამას წარმოაჩენენ როგორც მორალურ და ჰუმანურ საკითხს. ისინი ორგანიზდებიან, მართავენ პროტესტებს და ხმამაღლა ყვირიან პოლიციის სისასტიკესა და აისზე. მაგრამ თუ ირანელ ბავშვებს ქუჩაში ესვრიან IRGC-ის სნაიპერები პროტესტის გამო, უცებ ეს აღარ არის ჩვენი პრობლემა. ეს აღარ არის ჩვენი ომი. მინიმუმ 1639 სიკვდილი დასჯა 2025 წელს, რაც მათგან 90%-ზე მეტი რეჟიმს არც კი გამოუცხადებია. ასობით სიკვდილით დასჯა უკვე 2026 წელს 10,000-ობით ადამიანი მოკლეს. წლების განმავლობაში საპროტესტო აქციებზე. ამჟამად 50,000-ზე მეტი ადამიანი დაყავებულია, მათგან ბევრი სიკვდილით დასჯას ელოდება პროტესტის გამო. მემარცხენეების საკუთარი სტანდარტებით ეს უნდა იყოს მსოფლიოში ყველაზე დიდი ადამიანის უფლებების ისტორია, მაგრამ ასე არ არის. მოდით ქალთა უფლებებს შევხედოთ. მემარცხენეები მუდმივად გთხოვენ, რომ ქალებს ვენდოთ და ასეც უნდა იყოს. ამ დროს ირანში ქალები გენდერული აპარტეიდის სისტემაში ცხოვრობენ. მათ სცემენ, აკავებენ ან კლავენ დაუმორჩილებლობისთვის. და როცა ისინი აპროტესტებენ, ჰეშთეგებს არ აქვეყნებენ. ისინი რისკავენ წამებას, სექსუალურ ძალადობას, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ, და სიკვდილით დასჯას. და მაინც, როდესაც სექსუალურ ძალადობას რეჟიმი და მისი მარიონეტული ძალები იყენებენ როგორც კონტროლისა და ომის იარაღს, ეს ქალები ქრებიან მემარცხენეების დღის წესრიგიდან, რადგან ტრამპი, ბიბი ან სხვა რაიმე საბაბი აქვთ დღეს. და შეხედეთ LGBTQ უფლებებს. მემარცხენეები ამბობენ, რომ ეს არ არის მოსალაპარაკებელი, მაგრამ ირანში ჰომოსექსუალობა სიკვდილით ისჯება. კაცებს ამწეებიდან კიდებენ. ამ დროს მემარცხენეებში არიან გეი კაცები, მაგალითად გლენ გრინვალდი, რომელიც წლებია იმეორებს რეჟიმის პროპაგანდას და ეხმარება მათ, ვინც ინფორმაციულ ომში მას სიკვდილით დასჯიდა. ასე რომ არა, აღარ მინდა მოვისმინო მორიგი ლექცია ადამიანობაზე იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვითონ ირჩევენ, რომელი ადამიანები ითვლებიან. სამწუხაროდ ეს მემარცხენეების პოლიტიკად იქცა და არა მხოლოდ რიტორიკად. რა თქმა უნდა, გვყავს ჯიმი კარტერი, რომელმაც შაჰის მიტოვებაში და 69 წელს ხომეინისთვის გზის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ყავს ბარაკ ობამა, რომელმაც ბირთვული შეთანხმება გაყიდა როგორც რეჟიმის ზომიერების გზა და ათეულობით მილიარდი დოლარი ხელმისაწვდომი გახადა. და დაპირება იყო, რომ ეკონომიკური შეღავათების შეცვლიდა ქცევას, მაგრამ ასე არ მოხდა. ამან დააფინანსა გაფართოება. და შემდეგ, ბაიდენის დროს, რა თქმა უნდა, სანქციები ქაღალდზე დარჩა, მაგრამ პრაქტიკაში შემსუბუქდა. რეჟიმმა მხოლოდ 2021-დან 2024 წლამდე ნავთობის შემოსავლებით 100 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, რამაც ფაქტობრივად ფინანსურად გააცოცხლა რეჟიმი. და რა გამოიწვია ამ აღორძინებამ? მეტი რეპრესიები ქვეყანაში, მეტი სიკვდილით დასჯა, მეტი ჩახშობა და მეტი ძალადობა, საზღვარგარეთ ხაზბარ ახმასის, ჰუთების და რეგიონში მოქმედი ყველა ტერორისტული პროქსის მეშვეობით. და ახლა დემოკრატიული ადმინისტრაციების აბსურდული პოლიტიკის გარდა, კიდევ უფრო უარესი მოდის მემარცხენეების მხრიდან დღეს. ქალთ ადამიანები, როგორიცაა სენატორები კრისტოფერ მერფი და ბერნი სანდერსი, ან ანალიტიკოსები, როგორიცაა ჯენ უიგური და მეჰდი ჰასანი. ისინი არა მხოლოდ უგულებელყოფენ ამ დანაშაულებს, არამედ აქტიურად იმეორებენ იმ რეჟიმის მესიჯებს, რომელიც ამ დანაშაულებზეა პასუხისმგებელი. ამტკიცებენ, რომ შეერთებული შტატები მარცხს განიცდის. ამტკიცებენ, რომ ისრაელმა აიძულა ამერიკა ამ ომში ჩართულიყო, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. რეჟიმს პასუხისმგებლობას აკლებენ და ირანელებს ყოველგვარ თანაგრძნობას ართმევენ. ეს ანალიზი არ არის, ეს პროპაგანდაა. ამ ეტაპზე კი ეს უკვე აშკარა კანონზომიერება, ზუსტად ისე, როგორც პალესტინის საკითხში. ეს არ ეხება ადამიანის უფლებებს. ეს არ ეხება პროგრესულ ღირებულებებს და არც იმ ადამიანებს, ვის დაცვასაც ისინი ამტკიცებენ. იმიტომ რომ ასე რომ იყოს, ირანელები ამ საუბრის ცენტრში იქნებოდნენ, მაგრამ ასე არ არის.
სინამდვილეში ეს ყველაფერი მიმართულია ამერიკისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მიუხედავად ფასისა. თუნდაც ეს ფასი იყოს სიკვდილით დასჯების და სექსუალური ძალადობის იგნორირება, გეი მამაკაცების ამწეებიდან ჩამოკიდების იგნორირება და ქუჩაში ბავშვებისთვის სროლის იგნორირება. მე აღარასოდეს მოვისმენ ამ ადამიანებისგან ლან ლექციებს ჰუმანურობაზე. ირანი დღეს მორალური გამოცდაა და მემარცხენეებმა არამხოლოდ ვერ ჩააბარეს ეს გამოცდა, არამედ თავი გამოავლინეს. და ახლა გადავიდეთ იმ კატასტროფაზე, რომელიც ავიცილეთ თავიდან, კამალა ჰარისი. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სერიოზული სახით ავრცელებდნენ ნარატივს, რომელიც ნებისმიერ სერიოზულ დისკუსიაში უნდა გაეცინათ და გაერიდებინათ. ამის ნაცვლად კი ამ ნარატივს იმეორებენ პოლიტიკოსები, კომენტატორები და ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად უნდა ესმოდეთ უკეთ. ეს არის მტკიცება, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ კონფლიქტში დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ მიიღო, არამედ თითქოს ისრაელმა როგორღაც ჩაითრია მასში. მათ შორის კამალა ჰარისიც. მაგრამ ეს არგუმენტი მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ერთდროულად ორივე მხარეს, როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე ისლამურ რესპუბლიკას, სუბიექტურობას ართმევთ. რადგან ეს გულისხმობს, რომ უნდა დაიჯერო თითქოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ისრაელის ნებართვის გარეშე ვერ იმოქმედებს. ამავდროულად უნდა გჯეროდეს, რომ რეჟიმი, რომელმაც 10 წლეულები გაატარა რეგიონში პროქსი ტერორისტული ომების შექმნას, დაფინანსებასა და მართვაში, უბრალოდ პასიურად რეაგირებს მოვლენებზე. შეხედეთ ამას. ის ომში ჩაერთო. მასში ბიბი ნეთანიაჰუმ ჩაითრია. მოდით ეს ნათლად ვთქვათ. ომში ჩაერთო, რომელიც ამერიკელ ხალხს არ სურს. ამერიკელი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. ჯერ კიდევ მტკივნეულია ამ ქალის მოსმენა, რადგან ის იმდენად წარმოუდგენლად სულელია. მაგრამ იცით, რაც ახლა მოვისმინეთ, არ იყო სერიოზული მცდელობა, რომ კონფლიქტის რეალობასთან გამკლავება ეცადა. არა რომ ის მაინც გაიგებდა, მაგრამ იმიტომ. ამგვარი განცხადებების მთელი მიზანი არის ფოკუსი ისლამური რესპუბლიკიდან გადაიტანონ და ისრაელზე გადაიტანონ. რათა რეჟიმი, რომელიც არასტაბილურობას იწვევს, ანუ ისლამური რესპუბლიკა, ფონზე გაქრეს. და ისრაელი გახდეს ამ ამბის მთავარი მოქმედი პირი. და როცა ამ ცვლილებას გაიგებ, ყველაფერი დანარჩენი ბევრად უფრო სწრაფად ხდება გასაგები. აი რატომაც ისმის მეორე მტკიცება, რომელსაც ახლა ბევრ ადამიანისგან ვისმენთ. თითქოს შეერთებული შტატები ომში ითრევენ. თითქოს ამერიკის პოლიტიკას ამერიკული ინტერესები კი არა, არამედ გარე ზეწოლა განსაზღვრავს. ეს განცხადებები გვესმის ისეთი ადამიანებისგან, როგორიცაა კამალა ჰარისი, მაგრამ ასევე ვისმენთ პოლიტოლოგებისგან, მაგალითად ჯონ მირსჰაიმერისგან, რომელსაც წლებია უცნაური აკვიატება აქვს ისრაელთან დაკავშირებით, და კონგრესის წევრებისგანაც, მაგალითად ილხან ომარისგან, რომელიც ღია და New York Times-ის ის სტატია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, აუცილებლად დაარწმუნებს უამრავ ამერიკელს, რომ ისრაელმა მოგვატყუა და ამ ომში ჩაგვრთო. და ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებში უამრავი ადამიანი იყო, ვინც მინიმუმ ნარინჯის ფერ თუ არა წითელ სიგნალს აძლევდა. მაგრამ რატომ წავედით? იმიტომ რომ ისრაელმა დაარწმუნა. President Trump რომ ეს კარგი იდეა იყო, რომ მათ ჰქონდათ ქმედითი სტრატეგია. გულისხმობ, კარგი ამბავი ის არის, რომ მირსჰაიმერი თითქმის ყველა თავის პროგნოზში შეცდა. ასე რომ ფაქტი, რომ ის ამას ისე ამბობს, თითქოს ეს ცუდი რამ იყოს, შესანიშნავი მაჩვენებელია იმისა, რომ სინამდვილეში ეს სწორ პოლიტიკასა და სწორ ქმედებას ნიშნავს. მაგრამ ეს ისულელე ასევე მოვისმინეთ ისეთ ადამიანებისგან, როგორიცაა ჯონ კერი, რომელიც ძალიან სწრაფად ადანაშაულებდა ნეთანიაჰუს, მაშინ როცა სინამდვილეში ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი არც კი იყო იმ დროს, როცა ბუში პრეზიდენტი იყო. მაგრამ შეხედეთ, რა თქვა მან ამ კვირაში. დიახ, მას სურდა რომ დაგვერტყა. ის მივიდა პრეზიდენტ ობამასთან. მან პრეზენტაცია ჩაატარა, რათა დართმა მოეთხოვა. პრეზიდენტ ობამამ უარი თქვა. პრეზიდენტ ბაიდენმა უარი თქვა. პრეზიდენტ ბუშმა უარი თქვა. ერთადერთი პრეზიდენტი, ვინც ამას დაეთანხმა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ტრამპია. გულისხმობ, ეს არის ადამიანი, რომელსაც ტყუილების თქმის დიდი გამოცდილება აქვს, ასე რომ ეს არც არის გასაკვირი. ფაქტები ვის აინტერესებს? არა ჯონ კერი, მაგრამ უბრალოდ დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ ეს ზუსტად იგივე არგუმენტია, რასაც ისლამური რეჟიმის ოფიციალური პირები, ვინც კიდევ დარჩნენ, თავად ამბობენ, არა? ვგულისხმობ, აქ ყავს ღალიბაფი. შეხედეთ. ანალოგიურად ისინი თავიანთ რეჟიმს იცავენ. میشونم اشتباه میکنن. ის დისკუსია, რასაც მე ჰეშტეგს ვამბობდი, ეხლა ეს მთავრობა ამერიკა უპირველესად გახდა, მაგრამ რეალურად ისრაელი უპირველესად გახდა. იმიტომ რომ მისი არასწორი ინფორმაციისა და მისი დაგეგმვის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს. ორივე შემთხვევაში ამბავი ისაა, რომ ისრაელი მოქმედებს და ამერიკა, რაც არ უნდა იყოს მიზეზი, მიხვება. და შემდეგ ირანი უბრალოდ რეაგირებს სიტუაციაზე, რაც რა თქმა უნდა რეალობის აღწერა არ არის, არამედ განზრახ შექმნილი ჩარჩოა,
რომელიც სრულად ემთხვევა იმ გზას, როგორც თავად ისლამური რესპუბლიკა წლების განმავლობაში აღწერდა ამ კონფლიქტს. რადგან ირანის ლიდერები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ აშშ-ის ქმედებები ისრაელის გადარჩენას ემსახურება, რომ ამერიკა სუვერენულ ძალად არ მოქმედებს, არამედ ისრაელის ინტერესების გაგრძელებაა. და სწორედ ეს არის მთლიანი ნარატივი იმის შესახებ, რომ ეს არ არის ამერიკის ომი. სწორედ ამაშია მთელი არსი. და ისინი ამ გზავნილს არც კი მალავენ, ანუ ისინი მას ავცელებენ. ის ფაქტი, რომ ახლა ამავე არგუმენტის სხვადასხვა ვერსიას ორივე მხრიდან, როგორც მემარცხენეებიდან, ისე მემარჯვენეებიდან, ამერიკაში ისმენთ. ის რომ ეს ყველაფერი ასე გაწმენდილი და დასალური აუდიტორიისთვის მორგებულია, მაშინვე უნდა გააჩენდეს ეჭვს იმაზე, ვისი ნარატივია რეალურად გამეორებული ამ არგუმენტებით. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მთელი არგუმენტი უბრალოდ იშლება, როგორც კი რეალურ ფაქტებს გადახედავთ, რადგან დონალდ ტრამპის პოზიცია ირანთან დაკავშირებით გასულ კვირას არ გაჩნდა. ის არც ამ ომის დროს გაჩნდა და არც ისრაელის გამო წარმოშობილა. ეს არის ხაზი, რომელიც 10 წლეულებს უკან მიდის და დოკუმენტირებულია მისივე სიტყვებითა და ქმედებებით. შეხედეთ, რას ამბობდა ის 1980 წელს. როცა სხვა ქვეყნების პატივისცემას მოიპოვებ, მაშინ ისინი გარკვეულწილად შენსავით იქცევიან და შეგიძლია სწორი დამოკიდებულებები შექმნა. ირანის სიტუაცია ამის ნათელი მაგალითია. ის რომ ისინი ჩვენს მძევლებს იჭერენ, სრულიად აბსურდულია. ის რომ ეს ქვეყანა უკან იხევს და აძლევს უფლებას იფლებას ისეთ ქვეყანას როგორც ირანია, რომ მძევლები ჰყავდეს, ჩემი აზრით საშინელებაა. და არ ვფიქრობ, რომ ისინი ამას სხვა ქვეყნებთანაც გააკეთებენ. პატიოსნად რომ ვთქვა, არ ვფიქრობ, რომ ისინი ამას სხვა ქვეყნებთანაც აკეთებენ. აშკარა თქვენ ამტკიცებთ, რომ ჩვენი ჯარები უნდა შეგვეყვანა და ჩვენი ბიჯები გამოგვეყვანა. აბსოლუტურად ასე ვფიქრობ, დიახ. არ მგონია, რომ ამაში რაიმე კითხვა არსებობს და ჩემთვის ეს სრულიად ნათელია. ვფიქრობ, ეხლა ნავთობით მდიდარი ქვეყანა ვიქნებოდით და მჯერა რომ ამჯერა, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ეს არ გავაკეთეთ. არ ვფიქრობ, რომ ვინმე შეგვაჩერებდა. არ მგონია ვინმე ჩვენზე გაბრაზებული დარჩენილიყო. და იმ დროს ამის სრული უფლება ჰქონდა. ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა დავკარგეთ. ასე რომ 1980 წელს მძევლების ბის კრიზისის დროს ასე იყო მაშინ. პრეზიდენტმა ტრამპმა რეჟიმთან არსებულ სიტუაციას აბსურდული უწოდა. აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა ემოქმედა ძალით და რეჟიმი წარმოაჩინა როგორც პირდაპირი გამოწვევა ამერიკის ძალაუფლებისთვის. ეს პრეზიდენტ ტრამპისთვის ახალი პოზიცია არ არის და ნამდვილად არ შეიძლება მიეწეროს მიმდინარე მოვლენებს ან ისრაელის გავლენას. მაგრამ სინამდვილეში კიდევ ბევრია. გადავიდეთ 1987 წელს კიდევ ერთ ინტერვიუში ტრამპთან. აქ ვარ, რადგან პირადად დავიღალე ჩვენი დიდი ქვეყნის გაძარცვის ყურებით. მაგრამ ტრამპის აზრით, ჩვენი მოკავშირეები მხოლოდ პრობლემის ნაწილია. ნამდვილი დამნაშავე ირანია. რატომ არ შეგვეძლო შევსულიყავით და აგვეღო მათი ნავთობის ნაწილი, რომელიც ზღვის პირასაა? როგორ გააკეთებთ ამას? საზღვაო ქვეითებს გაგზავნიდით, ომში რისკსაც ახვიდოდით. დაუტოვეთ მათ ირანი, თქვენ კი აიღეთ მათი ნავთობი. როგორ? გულისხმობ, ომი გვინდა? რას გულისხმობთ? შენ შედიხარ, როგორ შევიდეთ? სისუსტით ომს გამოიწვევ. კარგი, როგორ შევიდეთ? რას ვაკეთებთ? ბოდიში. ომი გექნება და ის ახლო აღმოსავლეთში დაიწყება. რა მოხდება თუ საბჭოთა კავშირი იტყვის, რომ ირანს ასე მოეკეცი? ჩვენ ჩავერევით. არ მჯერა, რომ ისინი ამას გააკეთებენ. შემდეგ ჯერზე, როცა ირანი ამ ქვეყანას შეუდევს, შედით და მათი ერთ-ერთი დიდი ნავთობის ობიექტი დაიკავეთ. და მე ვგულისხმობ, დაიკავეთ, შეინახეთ და დაიბრუნეთ თქვენი დანაკარგები, რადგან ამ ქვეყანას ირანის გამო ბევრი აქვს დაკარგული. აი ესეც ასე. და უკვე 1980-იანი წლების ბოლოს დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოწოდება ჰეიგის კუნძულზე დარტყმისკენ და განაგრძო ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა რეჟიმის ანტიამერიკულ აგრესიასთან მიმართებაში. და ეს არის ის, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა მისი კრიტიკის სახით JCPOA-ს, ირანის ბირთვული შეთანხმების მიმართ ობამას ადმინისტრაციის დროს. შეხედეთ. ეს იყო ირანის ბირთვული შეთანხმების ხელმოწერამდე, რომელმაც ირანს დაუბრუნა 150 მილიარდი დოლარი. და ჩვენ აბსოლუტურად არაფერი მოგცა. არაფერი. ეს შევა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეთანხმება, რაც კი ოდესმე შეთანხმებუა. ირანის შეთანხმება იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და ერთმხრივი გარიგება, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები ოდესმე შესულა. იდაპირ გითხრათ, ეს შეთანხმება სირცხვილი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და არ მგონია, რომ ეს ბოლოა, რაც ამაზე გსმენიათ, დამიჯერეთ. ასე რომ 2015 წლისთვის ის უკვე ამ ბირთვულ შეთანხმებას ოდესმე დადებულ ყველაზე ცუდ გარიგებად მოიხსენიებდა, როგორც თქვენც მოისმინეთ.
არა იმიტომ, რომ ვინმე მუთხრა ასე ეთქვა, არამედ იმიტომ, რომ ეს ემთხვევა იმ პოზიციას, რომელსაც ის უკვე ულებია გამოხატავს. და შემდეგ 2018 წელს მან საბოლოოდ იმოქმედა ამ პოზიციის შესაბამისად და შეთანხმებიდან გამოვიდა. და 2020 წელს მან ავტორიზაცია მისცა ქასემ სოლეიმანიზე თავდასხმას, რომელიც იყო ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელი. და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირდაპირი ქმედება ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ბოლო 10 წლეულებში. ეს აშკარად იყო გადაწყვეტილება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა საკუთარი სტრატეგიული გათვლების საფუძველზე მიიღო. მას აქვს 4 ათწლეულის განმავლობაში თანმიმდევრული პოზიციონირების ისტორია, რაც ნიშნავს, რომ მტკიცება თითქოს ისრაელმა მას მოულოდნელად ამ ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა, არა მხოლოდ მცდარია, არამედ ითხოვს, რომ სრულიად უგულებელყოთ პრეზიდენტ ტრამპის საჯარო საქმიანობის მთელი ისტორია. და ასევე ითხოვს, რომ უგულებელყოთ ისლამური რეჟიმის ქმედებები, რადგან ამ კონტექსტში რეჟიმი ყოველთვის რეაგირებს და არასდროს მართავს მოვლენებს. რაც აბსურდულია, რადგან ეს არის რეჟიმი, რომელმაც მილიარდები დახარჯა ჰეზბოლას გაძლიერებაში, ჰამასის დაფინანსებაში, ერაყში შეიარაღებული დაჯგუფებების შეიარაღებაში, ჰუთების მხარდაჭერაში და 10 წლეულებია ინვესტიციებს დებს პროქსი ომებში. როგორც ძირითადი სტრატეგიული დოქტრინა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ძალაუფლება გამოავლინოს პირდაპირი დაპირისპირების პასუხისგებლობის გარეშე, ეს არ არის რეაქტიული ქცევა, ეს ინიციატივაა, ეს ექსპანსიონიზმია. და ეს მოიცავს პირდაპირ თავდასხმებს ამერიკელებზე, მათ შორის 1993 წელს ბეირუთში აშშ-ს საზღვაო ქვეითა ბარაკების აფეთქებას. ეს ჩაიდინა ჰეზბოლამ, ისლამური რეჟიმის მიერ მხარდაჭერილმა პროქსი ტერორისტულმა ჯგუფმა, რომელმაც მოკლა 241 ამერიკელი სამხედრო და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ თავდასხმად აშშ-ს ძალებზე ისტორიაში. ირანის რეჟიმის ძალების მიერ ამერიკელების მოკლის გრძელი და კარგად დოკუმენტირებული ისტორია არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მტკიცება თითქოს შეერთებულ შტატებს ამ რეჟიმთან დაპირისპირებაში დამოუკიდებელი ინტერესი არ აქვს. ეს არა მხოლოდ სუსტი, არამედ სრულიად რეალობას მოწყვეტილი განცხადებაა. სინამდვილეში თუ ისრაელი მართლა აკონტროლებდა აშშ-ს პოლიტიკას, ვაშინგტონსა და იერუსალიმს შორის უთანხმოებებს ვერ ვიხილავდით. და ჩვენ ვერ ვიხილავდით, რომ შეერთებული შტატები ზოგჯერ ცდილობს შეზღუდოს ისრაელის ოპერაციები, როგორც ახლა ხან ვიხილეთ პრეზიდენტი ტრამპის კომენტარებში ლიბანთან დაკავშირებით, იმ დაძაბულობასთან ერთად, რაც რეგულარულად ხდება ამ ორ მთავრობას შორის. ასე რომ თქვენ ახლა ამტკიცებთ იმას, რაც არსებული მტკიცებულებებით შეუძლებელია იყოს სიმართლე. ანუ რომ ისრაელი აკონტროლებს შეერთებულ შტატებს. ან რომ ტრამპის გადაწყვეტილებები იმის შესახებ, რა არის საუკეთესო ისრაელისთვის, ეფუძნება იმას, რა არის საუკეთესო ისრაელისთვის და არა იმას, რა არის საუკეთესო ამერიკისთვის. და ეს ნარატივი მოითხოვს, რომ თქვენ უგულებელყოთ ტრამპის 40 წლიანი საქმიანობის ისტორია. ეს არ არის ცუდი შეფასება ან მოვლენების არასწორი წაკითხვა, არამედ ჩარჩოა, რომელიც თავად რეჟიმის პროპაგანდას ასახავს. რომელიც, მოდით გულწრფელად ვთქვათ, ყოველთვის ცდილობდა თავი წარმოეჩინა როგორც რეაქტიული მხარე ამ კონფლიქტში. შეერთებული შტატები წარმოეჩინა როგორც მანიპულირებული, იცით, და ისრაელი წარმოეჩინა როგორც კონფლიქტის მთავარი მამოძრავებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს აშკარად მცდარია, როგორც ხედავთ იმას, რაც ახლო აღმოსავლეთში დღეს ხდება. რეალობა კი ისაა, რომ როცა ამ ჩარჩოს იმეორებ, ომს არ აანალიზებ. შენ ამყარებ იმავე ნარატივს, კამალა, რომელსაც თავად რეჟიმი ცდილობს გაავრცელოს და ამას გულისხმობ. ის 40 წლიანი გამოცდილება, რაც პრეზიდენტ ტრამპს აქვს, თითქოს როგორღაც ბენიამინ ნეთანიაჰუს უკავშირდება. ადამიანს, რომელსაც ტრამპი მაშინ საერთოდ არ იცნობდა. ეს არ ჯდება ლოგიკაში. შემდეგი ამ კვირაში ორი ამბავი გავრცელდა. ამან მართლაც გადაფარა მთელი ხმაური და დაგაიძულა პირდაპირ შეხედო, როგორ მოქმედებს ეს რეჟიმი და მისი პროქსიები. არა მხოლოდ თეორიაში, რა თქმა უნდა, ან მზა თეზისებში, არამედ სასტიკად და ძალიან პირადულად. პირველი შემთხვევაა სალეჰი აკბარის 38 წლის მედდის, საოპერაციო ტექნიკოსისა და მთამსვლელის არდაბილიდან, რომელიც თავის მეუღლესთან აჰმედ ხურაისთან ერთად ბოლო აჯანყების დროს დემონსტრანტებს ეხმარებოდა. რაც საბოლოოდ გახდა მიზეზი, რატომაც ისინი თავდაპირველად გახდნენ სამიზნე, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა მათი სახლი დაარბიეს. ეხლა რაც შემდეგ მოხდა, უბრალოდ მკვლელობა არ იყო. ეს იყო განზრახ ჩადენილი ტერორის აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა მათი გატეხვას და ოჯახის ფარგლებს გაცილებით შორს გაგზავნილ გზავნილს. როდესაც მან სცადა თავისი ქმრის დაცვა ირანის რევოლუციური გვარდიის რეიდის დროს, მას იქვე ესროლეს და მოკლეს. ეს უნდა ყოფილიყო ამ ამბის ტრაგიკული დასასრული, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა გავრცელებული ცნობების მიხედვით, მათ შორის Iran International-ის მიერ გავრცელებული მასალით, უსაფრთხოების ძალებმა ის მხოლოდ არ მოკლეს. მათ შემდეგ მორგში ჩაიწერეს, რაც გააკეთეს, და ეს ვიდეო პირდაპირ მის ქმარს გაუგზავნეს, სადაც ჩანს, როგორ აუპატიურებენ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრები მის ცხედარს. შეხედეთ, რას ამბობს აჰმედი. მრცხვენია, რომ მათი შეტყობინება გადავაგზავნა. მან შეტყობინება გაუგზავნა.
მისი ტელეფონის გახსნა უნდათ, ტელეფონი თითის ანაბეჭდით იყო დაცული. მორგში წავიდნენ, იქ მისი თითი ტელეფონს დაადეს, რომ გაეხსნათ. იცი რა მესიჯი მომწერა? მეუბნებოდა ფლანზა, შენი ცოლი ჩემთანაა, ჩემს ხელშია. But I just მივრესდება რომან. ამ სირცხვილით როგორ გამოვიდე, ნახეთ რა დღეში ვარ. ეხლა ვხდები იმ სირცხვილის მსხვერპლი, როგორიც ციხეში ვიყავი. კბილი ჩამიტყდა, ტუჩი დამიზიანდა. ხმელს გეფიცებით, არ ვიტყუები. როცა უსმენთ მას ამაზე საუბრისას, თქვენ ისმენთ კაცს, რომელიც აღწერს, როგორ იზრუნეს მისმა ცოლის მკვლელებმა, იმაზე, რომ მისი ტანჯვა ცოლის სიკვდილით არ დასრულებულიყო, არამედ სწორედ მაშინ დაწყებულიყო. მათი მიზანი იყო მისი ცოლის სხეული მის წინააღმდეგ იარაღად ექციათ და მას ეს ყველაფერი ეყურებინა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ მიერ ჩადენილი საშინელება სამუდამოდ დარჩებოდა მის გონებაში. და ასეც მოხდა, რადგან ასეთი განზრახ ფსიქოლოგიური წამების შემდეგ, როცა მას აიძულეს ეს ჩანაწერი ენახა და მას შემდეგ, რაც მას არ დარჩა არც სამართლიანობა, არც პასუხისგებლობა და არც გაქცევის გზა. რაც მის ცოლს გაუკეთეს აჰმედ ხოდაიმ, ვერ შეძლო მის ატანა და გუშინ თავი მოიკლა. ეხლა სრული ისტორია მხოლოდ ის არ არის, რომ ისლამური რეჟიმის ძალებმა ის მოკლეს, არამედ ისიც, რომ ამ პროცესში მანაც გაანადგურეს. სექსუალური ძალადობა დიდი ხანია ცნობილია როგორც ისლამური რეჟიმის ტაქტიკა. ის გამოიყენება დაკავების ცენტრებში დაკითხვის რითხვის დროს და დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებისას, როგორც გზა, რათა დაამცირონ, გააკონტროლონ და შეაშინონ სხვები, რომ არ გახვნენ იმავე გზას. და ამ შემთხვევაში მათ ეს მხოლოდ მოკლული ადამიანის წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ. მათ ეს გაავრცელეს მის საყვარელ ადამიანზეც, მისი სხეული ფსიქოლოგიური ომის იარაღად აქციეს. ეხლა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ერთეული შემთხვევა არ არის. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ისლამური რეჟიმი სისტემატურად იყენებს სექსუალურ ძალადობას როგორც რეპრესიების იარაღს. გაეროს ფაქტების დამდგენი მისიის დასკვნით, გაუპატიურება და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები გამოიყენებოდა ქალის სიცოცხლე თავისუფლება პროტესტების დროს, როგორც ფართომასშტაბიანი და სისტემური რეპრესიების ნაწილი, მათ შორის ქალების, მამაკაცებისა და არასრულწლოვნების მიმართაც კი დაკავებისას. Amnesty International-მაც დააფიქსირა ჯგუფური გაუპარი გაუპატიურების, გენიტალიებზე, ელექტროშოკის და სექსუალური წამების შემთხვევები დაკითხვის დროს, რაც ორგანიზაციამ აღწერა როგორც განზრახ სტრატეგია დასჯის, დამცირების და აღიარებების გამოძალვის მიზნით. Human Rights Watch-მა და სხვა ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმაც აღნიშნეს იგივე ტენდენცია, სადაც სექსუალური ძალადობა შემთხვევითი კი არა, ინსტიტუციური ხასიათისაა. ეს გამოიყენება უსაფრთხოების ძალების მიერ როგორც კონტროლის მეთოდი. და როცა ამ ფაქტებს ადარებ იმას, რაც სალეჰის, აკაბარისა და აჰმედ ხოდანის გადახდათ, ანუ ეს სისტემიდან გადახვევა არ არის. შეხედავ სისტემას, რომელიც ზუსტად ისე მუშაობს, როგორც იყო დაგეგმილი. და საქმე არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის გაჩუმებაში, არამედ იმაში, რომ ყველასთვის გაგზავნონ შეტყობინება. თუ დაეხმარები პროტესტის მონაწილეებს, თუ წინააღმდეგობას გაუწევ, თუ წესებს გადაუხვევ, ეს დაგემართება შენ და შენ საყვარელ ადამიანებს. და ეს შეტყობინება სიკვდილითაც კი არ მთავრდება. ის გრძელდება შემდეგაც, დამცირების, ტრაუმისა და შიშის სახით. და სანამ ეს ირანში ხდება, ამ კვირაში ასევე ვიხილეთ პარალელური ამბავი ღაზიდან, რომელიც აჩვენებს ძალაუფლების ზუსტად იმავე ლოგიკას და იგივე სისუსტის გამოყენებას. ამ კვირაში The Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღაზაში ქალები, განსაკუთრებით კი ქრივები და განქორწინებულები, რომლებიც იძულებით გადაადგილდნენ, დარჩნენ სტაბილური შემოსავლის გარეშე და გადარჩენისთვის დახმარების განაწილების ქსელებზე არიან დამოკიდებულნი. სექსუალურად ექსპლუატაციას განიცდიან ჰამასის ან მათთან მოქმედი სხვა მამაკაცების მხრიდან, რომლებიც აკონტროლებენ საკვების პაკეტებზე, ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ფულადი გადახდებსა და თუნდაც გადაადგილების ან თავშესაფრის პოვნაზე წდომას. ისინი ამ კონტროლს იყენებენ იმისთვის, რომ ქალები აიძულონ სექსუალურ ურთიერთობებზე დათანხმდნენ ისეთ პირობებში, სადაც უარი შიმშილს, უსახკარობას ან კიდევ უარეს ნიშნავს. ეს არის დეტალური ჩვენებები, მათ შორის ერთ-ერთი მამაკაცის, რომელმაც აღწერა, როგორ იპოვეს ქრივი გარაბლის რაიონში კარავში, როდესაც მასზე რამდენიმე ყასამის ძალის წევრი ძალადობდა. და კიდევ ერთი, რომელმაც თქვა, რომ ქალებს აიძულებდნენ საკუთარი თავი გაეყიდათ, საკვებისა თუ მცირე თანხის სანაცვლოდ, ზოგჯერ სულ რაღაც 100 შეკელისთვისაც კი, რაც გვიჩვენებს სასოწარკვეთის დონეს და ძალაუფლების უთანასწორობის მასშტაბს.
ანგარიში ასევე აღწერს, როგორ იწყება ეს ურთიერთობები, ხშირად საქველმოქმედო არხებით ან რელიგიური ორგანიზაციებით, სადაც ქალები დახმარებას ითხოვენ და შემდეგ აღმოჩნდებიან მამაკაცების სამიზნედ, რომლებსაც აქვთ ცდომა მათ პირად ინფორმაციაზე, მათ შორის ტელეფონის ნომრებზე და ამ ცდომას იყენებენ შევიწროების, ზეწოლისა და საბოლოოდ იძულების დასაწყებად. ეხლა ერთმა ქალმა სახელად ნურიმ, რომელიც იძულებით გადაადგილებული და განქორწინებული 4 შვილის დედაა, აღწერა, როგორ დაუკავშირდა მას მამაკაცი, რომელიც ისლამური საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც მან დახმარება ითხოვა, მამაკაცი აგრძელობდა შევიწროებას და შემდეგ ნათლად მიანიშნა, რომ ნურს არ შეეძლო მისი დასმენა ან წინააღმდეგობის გაწევა. პირდაპირ უთხრა, ვერ გამამხელ, მე ვარ აქ მთავრობა. ეხლა ესეთი განცხადებები წარმოადგენს ძალადობის მთელ სტრუქტურას, ჰამასის და ირანში არსებული ისლამური რეჟიმის ყველა პროქსის ქვეშ, რადგან ეს აჩვენებს სისტემას, სადაც იგივე ადამიანები, ვინც აკონტროლებენ რესურსებს, უსაფრთხოებას და ყოველდღიურ ცხოვრებას, ასევე მოქმედებენ სრული დაუსჯელობით. და სადაც ქალებს, რომლებმაც უკვე ყველაფერი დაკარგეს, აღარ რჩებათ რეალური არჩევანი, გარდა იმისა, რომ გადარჩენისთვის ამ ძალაუფლების დინამიკაში იპოვონ გზა. როცა ამ ორ ისტორიას ერთად უყურებ, ხედავ ამ აშკარა კანონზომიერებას, რადგან ირანში სახელმწიფო სექსუალურ ძალადობას იყენებს როგორც რეპრესიების იარაღს, როგორც ფსიქოლოგიურ ომს და ღაზაში კი გაქვს პროქსი, ტერორისტული ჯგუფი, რომელიც ზუსტად იგივეს აკეთებს. ეს არ ეხება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებს ან რამდენიმე ცუდ ადამიანს. ეს ეხება იმ სისტემებს, რომლებიც ამ ქცევას შესაძლებელს ხდიან და იმ კულტურას, რომელიც მას ნორმად აქცევს. და სწორედ ამიტომ ის მუდმივი მცდელობა, რომ ისრაელი და ეს ჯგუფები მორალურად გაათანაბრონ, უბრალოდ ზარმაცობა კი არ არის, არამედ შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მათ ქვეშ ცხოვრობენ. რადგან არსებობს ფუნდამენტური განსხვავება ომში მყოფ დემოკრატიასა და ისეთ რეჟიმებსა თუ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ძალაუფლების ინსტრუმენტებად იყენებენ გაუპატიურებას, დამცირებასა და იძულებას. და თუ ამ განსხვავებას ვერ ხედავთ, მაშინ თქვენი ადამიანის უფლებების ჩარჩო არამხოლოდ არათანმიმდევრულია, არამედ სრულიად მოწყვეტილია რეალობას. და ამით გადავიდეთ ამ კვირის კარგ, ცუდ და უსიამოვნო ამბებზე. ცუდი ამბავი ამ კვირაში ისაა, რაზეც თვეებია ვაფრთხილებთ და რაც რეალურ დროში ხდება. ეს არის მიზანმიმართული თავდასხმების ესკალაცია ებრაულ ინსტიტუტებზე ისრაელის გარეთ. ეს არც შემთხვევითია და არც ერთეული შემთხვევაა. ეხლა უკვე არსებობს ჯგუფი, რომელმაც რამდენიმე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ეს ჯგუფი საკუთარ თავს ჰარაქათ აშაბ ალი ამინს უწოდებს, ალ-ისლამია, რომელიც ბოლო კვირებში გამოჩნდა და ახლა სულ მცირე ევროპული ხელისუფლების მიერ იძიება როგორც სავარაუდო ირანთან დაკავშირებული პროქსი, ტერორისტული ჯგუფი. ეხლა სწორედ ამ კვირაში ლონდონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე კენტონის გაერთიანებულ სინაგოგაზე ცეცხლის საკიდების მცდელობა მოხდა, სადაც შენობაში აალებადი სითხე შეაგდეს, რამაც ცეცხლი და კვამლის დაზიანება გამოიწვია და ეს ერთეული შემთხვევა არ ყოფილა. როგორც აღნიშნე, ეს არის თავდასხმების სერიის ნაწილი, რომელსაც ახლა აღწერენ როგორც ძალადობისა და დაშინების უთყვეთ კამპანიას ებრაული საზოგადოების წინააღმდეგ. ეხლა იმავე ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა სხვა თავდასხმებზეც იმავე პერიოდში, მათ შორის ებრაული საზოგადოების სასწრაფო დახმარების მანქანის დაწვაზე. მათგან 2 სწორედ Golders Green-ში მოხდა, სადაც ჰაცოლას რამდენიმე მანქანა სინაგოგის გარეთ დაწვეს. ისინი იყენებდნენ აალებადი ნივთიერებებს, მსგავს ტაქტიკას, იწვევდნენ აფეთქებებს და ანადგურებდნენ სასწრაფო დახმარების მნიშვნელოვან აღჭურვილობას. ახლა ისინი ასევე დაკავშირებულნი არიან ცეცხლის საკიდების მცდელობებთან და სინაგოგებთან ფინჩლიში და ჰენდონში. ასევე თავდასხმასთან სპარს უანებან მედია საშუალებაზე. მედია საშუალება Iran International, რომელიც კრიტიკულია ირანის რეჟიმის მიმართ. რაც უნდა გითხრათ, რომ ეს უბრალოდ შემთხვევით მიზნებზე არ არის, არამედ სიმბოლურ მიზნების ქსელზე, რომლებიც დაკავშირებულია ებრაულ ცხოვრებასთან, ისრაელთან და ირანის ოპოზიციასთან. ეხლა ეს მხოლოდ ლონდონში არ მთავრდება, რადგან იგივე ჯგუფმა ასევე აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმებზე მთელ ევროპაში, მათ შორის ბელგიასა და ნიდერლანდებში, სადაც სამიზნეებად იქცა სინაგოგები და ებრაული ობიექტები. ამიტომაც ხელისუფლება ახლა ამას განიხილავს როგორც ტრანსნაციონალურ ნიმუშად და არა როგორც ლოკალურ ინციდენტების სერიას. და სწორედ აქ აგრძელებენ ადამიანები იმის დაუფასებლობას, რაც ხდება, რადგან სურთ ეს წარმოაჩინონ როგორც არაორგანიზებული სიძულვილი ან სპონტანური აღშფოთება. თითქოს ეს მხოლოდ რამდენიმე ცუდი ადამიანის ბრალია. რეალურად კი რასაც თქვენ უყურებთ არის ისეთი გარემო, რომელიც აძლევს საშუალებას ქსელებს, პროქსებსა და გავლენის ოპერაციებს ფეხი მოიკიდონ, სადაც წლების განმავლობაში წაქეზება ნორმად იქცა და სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს სჭირდება, რომ ეს წაქეზება რეალურ ძალადობაში გადაიზარდოს. როდესაც სინაგოგებს ცეცხლს უკიდებენ ან სასწრაფო დახმარების მანქანებს სწვავენ, მედია საშუალებებს ესხმიან თავს და ეს ყველაფერი რამდენიმე დღის განმავლობაში ხდება, ეს მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი აღარ არის. ეს არის სიგნალი იმისა, რომ ის, რაც წლების განმავლობაში ზედაპირ ქვეშ დუღდა პროპაგანდის, წაქეზებისა და იმ ქსელების მეშვეობით, რომლებსაც თითქმის არავინ აკვირდებოდა, ახლა პირდაპირი თავდასხმების სახით ვლინდება ებრაულ თემებზე. არ არსებობს კონტექსტი, რომელიც სინაგოგის დაწვას ამართლებს. არ არსებობს კონტექსტი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანის დაწვას ამართლებს.
და ნამდვილად არ არსებობს კონტექსტი, რომელიც ამართლებს თემის წინააღმდეგ მუდმივ დაშინების კამპანიას მხოლოდ იმის გამო, თუ ვინ არიან ისინი. და ახლა კვირის ყველაზე უსიამოვნო ამბავია ის, თუ როგორ გადაიქცა სრულიად დაუსაბუთებელი თითქმის სასაცილო ბრალდება გლობალურ ნარატივად ასეთი სისწრაფით. ეს ბრალდება, რომ ისრაელის ძალებმა პალესტინელებზე სექსუალური ძალადობისთვის ძაღლები გამოიყენეს, არ მჯერა რომ ამას ვამბობ. ეს დაიწყო ჰამასთან დაკავშირებული Euromed Human Rights Monitor-ით, რომელმაც რა თქმა უნდა არანაირი მტკიცებულება არ წარმოადგინა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდებისთვის, რაც კი შეიძლება წამოაყენა. და შემდეგ ჰამასის მხარდამჭერმა Dropside News-მა ეს ისე გაავრცელა, თითქოს ფაქტი ყოფილიყო, კიდევ უფრო გაამძაფრა ეს ბრალდება. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს ეს იყო ისრაელის სადაზვერვო წყარო, თუმცა სინამდვილეში ეს წყარო არც სადაზვერვო იყო, არც მთავრობის წარმომადგენელი და არც სახელმწიფოსთან რაიმე კავშირი ჰქონდა. ეს იყო აქტივისტი კომენტატორი, რომელიც ღიად ანტიისრაელური იყო და უბრალოდ იმავე ბრალდებას იმეორებდა, თითქოს ეს იყო რაიმე სახის დადასტურება. ეს არ ყოფილა შეცდომა მისი მხრიდან. ეს არის განზრახ მცდელობა შეცდომაში შეიყვანონ ხალხი და უსაფუძვლო ამბავს ცრუ სანდოობის შეგრძნება მიანიჭონ. და როცა თავად ბრალდებას დააკვირდები, აშკარად იშლება, რადგან ეს არა მხოლოდ დაუმტკიცებელია, არამედ ფაქტობრივად შეუძლებელიცაა. რადგან ეს პირველ რიგში ეფუძნება ჩვენებებს, რომლებიც სრულიად დაუდასტურებელია და არანაირ მტკიცებულებას არ ემყარება. გულისხმობ იმ პატიმრებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ State Taiwan-ში ისრაელის თავდაცვის ძალების ძაღლებმა გააუპატიურეს, რადგან მათ ასე დაავალეს და ასწავლეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა. და ეს ისტორიებშიც კი არ აქვს აზრი. და მით უმეტეს აზრი არ აქვს, რადგან საქმე სამხედროებს ეხება. ძაღლებს წვრთნიან კონდიცირებით, გამეორებით და ჯილდოს სისტემებით, რათა შეასრულონ ძალიან კონკრეტული ამოცანები, როგორიცაა აღმოჩენა, კვალზე დევნა ან კონტროლირებადი დაკავება, რაც სიზუსტესა და სანდოობას მოითხოვს, მაგრამ არა შემთხვევითი ან არა პროგნოზირებადი ქცევა. მსოფლიოში არსად არსებობს ძაღლებისთვის სასწავლო ჩარჩო, რომელიც ცხოველს ბრძანებით სექსუალურ ქმედებაზე დააპროგრამებს, რადგან ეს არ არის ქცევა, რომლის სტანდარტიზებაც, კონტროლიც ან ოპერაციულ გარემოში გამოყენებაც შესაძლებელია. ასე რომ, ვისაც კი ძაღლებთან მუშაობის პროგრამებზე თუნდაც საბაზისო ცოდნა აქვს, ამას მაშინვე მიხვდება. ასე რომ, რაც გვჩება, ეს არის აბსურდული მტკიცება, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ აქვს და რომელიც ელემენტარულ რეალობის შემოწმებასაც ვერ გადის. მაგრამ მე კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავედი, რადგან ვესაუბრე ჯარისკაცს, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეში, ბოლო რამდენიმე წელიწადში დეთეიმანში მსახურობდა და სწორედ ამაზე ვკითხე. მისი პასუხი ძალიან მარტივი იყო და ციტირებას ვახდენ. ეს დებილობაა. როგორ გამოიყენებ ცხოველს ადამიანის გაუპატიურებისთვის? ეს სიმართლე არ არის. ასე რომ აი პასუხიც. ეს არის სერიოზულობის ის დონე, რომელსაც ეს საკითხი იმსახურებს, რადგან ეს საგამოძიებო ჟურნალისტიკა არ არის. ეს არის პროპაგანდის მექანიზმი, სადაც არასანდო, თითქმის სასაცილო მტკიცება ქვეყნდება, ვრცელდება, ძლიერდება და შემდეგ ყალბი ავტორიტეტით იფუთება, სანამ იმდენად რეალური არ გახდება, რომ ხალხმა დაიჯეროს. და სანამ ვინმე მტკიცებულებას მოითხოვს, უკვე ყველგან არის გავრცელებული. და ზიანი აქ მხოლოდ ის არ არის, რომ ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ. საქმე იმაშია, რომ თქვენ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დანაშაულს იღებთ და მას პოლიტიკურ იარაღად აქცევთ, რაც რა თქმა უნდა აზიანებს რეალურ მსხვერპლებს და რეალურ საქმეებს, რადგან სივრცე ივსება ბრალდებებით, რომლებიც ვერასდროს დამტკიცდება და თავიდანვე არ იყო დამტკიცებული. ასე რომ რეალური ამბავი არ არის ის, რასაც ისინი ამბობენ, რომ მოხდა. რეალური ამბავი ის არის, თუ რამდენად მარტივი გახდა ასეთი ყალბი ისტორიის შექმნა, სისტემაში შეტანა და ფაქტად აღქმა ისე, რომ ყველაზე ელემენტარული მტკიცებულების სტანდარტსაც კი არ აკმაყოფილებს. და ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ კვირაში კარგი ის კი არ არის, რომ რამე გამოსწორდა, არამედ ის, რომ ფარისევლობა იმდენად აშკარაა, რომ აღარც კი გჭირდება მასზე მითითება. რადგან ამ კვირაში კენდას ოუენსი, რომელმაც თვეები გაატარა ინტერნეტში ყველაზე ტოქსიკური, ანტისემიტური და ანტიისრაელური რიტორიკის გავრცელებაში, ახლა ცილის სამებისთვის უჩივიან რაჯით მაკრონის შესახებ ცრუ განცხადებების გამო. და უცებ ყველაფერი ძალიან რეალური ხდება, რადგან საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ მას უჩივიან, არამედ იმაში, ვისაც მიმართა მაშინვე, როგორც კი რეალური შედეგები გამოჩნდა. ეხლა ლორა ლუმერმა ამ კვირაში გაამხილა, რომ მისი იურიდიული დაცვა, კენდასის იურიდიულ დაცვას კასოვიცი წარმართავს. Ben Centoresi ნიუ-იორკის ერთ-ერთი მთავარი იურიდიული ფირმა, რომელიც ღრმად არის ჩართული იმ იურიდიულ და პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, რომლის წინააღმდეგაც თითქოს იბრძვის. ფირმა, სადაც დავით ფრიდმანი პარტნიორი იყო, სანამ აშშ-ის ელჩი გახდებოდა ისრაელში. დიახ, კენდისმა დაიქირავა სიონისტი ებრაელი ადვოკატი, რომ წარმოედგინა მისი ინტერესები. და მოდი უბრალოდ დავაზუსტოთ, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. კენდის, შენ თვეების განმავლობაში ავრცელებ რიტორიკას, რომელიც მიზანში იღებს ებრაულ საზოგადოებებს. აყენებ ეჭქვეშმათ ერთგულებას. აძლიერებ ნარატივებს, რომლებიც პირდაპირ კვებავს ამერიკისადმი მტრულ პროპაგანდას. სხვათა შორის ებრაელებს უწოდებ სატანის სინაგოგას.
მაგრამ როგორც კი შენს წინააღმდეგ ცილის დამებისთვის სარჩელი შეაქვთ, როგორც კი რეალური პასუხისმგებლობა დგება შენი სიტყვებისთვის, მაშინვე გარბი ხარ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ იურიდიულ ფირმაში. ფირმაში, რომელიც სწორედ იმ სიონისტურ სამყაროშია შექმნილი, რომლის მხილებასაც შენ ამტკიცებ. მართლა ასეა. და ნუ დაგვაუცხლება, რომ იგივე ფირმა ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ისრაელისა და ებრაული ინტერესების დაცვასთან უმაღლეს იურიდიულ და პოლიტიკურ წრეებში. ეს ირონია კი არა, ეს სრული კრახია. თუ მართლა გჯეროდეს ის, რასაც ამბობ კენდაის, არ დაეყრდნობოდი იმავე სტრუქტურებს, რომელთა კრიტიკასაც დროს უთმობ და ნამდვილად არ დაეყრდნობოდი იურიდიულ ეკოსისტემას, რომელიც იმავე სამყარომ შექმნა, რომელსაც თითქოს ეწინააღმდეგები. მაგრამ როგორც კი საქმე შენს რეპუტაციას, პასუხისმგებლობასა და მომავალს ეხება, ყველაფერი ქრება და ზუსტად იქ მიდიხარ, სადაც ყველა სხვაც, საუკეთესო იურისტებთან, ვისაც კი იპოვი. და ეს არის ამ კვირის კარგი ამბავი. არა იმიტომ, რომ რამე შეიცვალა ამ საშინელ ქალთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია და ვეღარავინ შეძლებს თავის მოტყუებას. ამით ვასრულებთ ამ კვირას, მაგრამ მომავალ კვირას ისევ დაგიბრუნდებით ახალი ამბებით იმის შესახებ, რა ხდება ამ რეგიონში და როგორ ვითარდება ომი ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, თუ ჯერ კიდევ იქნება ზავი. როგორც ყოველთვის, თუ ფიქრობთ, რომ არსებობს თემა, რომელიც უნდა გავაშუქოთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ სოციალურ ქსელებში ემილი კეი შრედერის სახელზე, ან ინსტაგრამზე, ემილი ინ თელ ავივზე და მომავალ კვირას ისევ შეგხვდებით აქ, JNS-ზე, გადაცემაში Access of Truth.